საქმის აღამას ვაგრძელებს საფონდო ბირჟებზე საუბრით და ტრადიციულად ამერიკული საფონდო ბაზრის მიმოხილვით უნდა დავიწყოთ, რომელსაც გუშინ გამორჩეული დღე ჰქონდა, საშუალო 1.9%-იანის დაიყო, ყველა ძირითადი ინდექსი ახალ რეკორდულ ნიშნულზე ავიდა და დღესაც გამონაკლისი არ გვაქვს, როგორც ხედავთ, ინდექსები ახალ რეკორდულ მწვერვალებს აღწევენ, უფრო კონკრეტულად კი S&P 500-ის შემთხვევაში ზრდის მაჩვენებელი გვაქვს +0.18%, Dow Jones-თან მატება არის დაახლოებით 0.5%-იანი, Nasdaq-თან კი +0.56%, საერთო ჯამში ინვესტორების განწყობა ამერიკული საფონდო ბაზრის მიმართ არის ძალზედ პოზიტიური. აქვე რაც შეეხება ევროპულ ბირჟას, ამ მიმართულებით კორექცია გვაქვს, -0.23%-ით არის შემცირებული ევროპული ფლაგმანური ინდექსის შეფასება, ასევე კლება აქვს შანხაის ინდექსსაც, აქ -0.22%-ია, ნიკეისთან კი ვარნა არის 0.59%. აქვე უნდა გადავალოთ თვალი ჩვენ სანავთობო ბაზარსაც, კლება გვაქვს ამ მიმართულებით -2%-ის ფარგლებში, ბრენტის ფასი $64-ია, WTI კი იბაჭრება დაახლოებით $60. ასევე იკლოს სხვადასხვა რუსული ნავთობის ფასმა, რომელთან მიმართებითაც ერთდროს პანიკა იყო, თუმცა ამჟამად უკვე ურალის ღირებულებას შეადგენს $59-ზე ნაკლებს. ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, მისი ვარდანა ისევ და ისევ გრძელდება, უკვე $450-იან კორექციასთან გვაქვს საქმე და ამჟამად უნცია მეტალის ფასი $3914-ია. როგორც ხედავთ, ერთ კვირაში ამჟამად კლება არის -4%. მიუხედავად ამ მკვეთრი ვარდნისა, ოქროს ერთ წლიან პერიოდში მაინც პოზიტიური შედეგი აქვს და ეს არის +42.5%. მიზეზს რაც შეეხება, ძირითადად ეს უკავშირდება გეოპოლიტიკური რისკების კლებას, ვინაიდან ამერიკა ახალ სავაჭრო შეთანხმებებს აფორმებს, მათ შორის ჩინეთთანაც. ამის ფონზე კი იკლებს რისკების კლება კი თავისი არსით იწვევს ოქროს გაუფასურებას, ვინაიდან რისკებსა და ოქროს შორის არსებობს ასეთი პირდაპირი კორელაცია, თანაც საფონდო ბირჟა რეკორდულად იზრდება, ამიტომაც ინვესტორებს ურჩევნიათ პასიური აქტივი, ანუ ოქრო გაყიდონ და იყიდონ ისეთი აქტიური აქტივები, როგორც არის მაგალითად S&P 500-იან Nasdaq-ის ინდექსები. კრიპტო ინდუსტრიაზეც გადავინაცვლოთ, აქ დიდად გამორჩეული დინამიკა დღეს არ გვაქვს. საერთო ჯამში შემცირებულია ბაზრის შეფასება და ის შეადგენს $3.950 მილიარდ. იკლო აბსოლუტურად ყველა ძირითადი აქტივის ფასმა, ბიტკოინი არის $115,000-ამდე შემცირებული, ეთერიუმი $4100-ად. ივაჭრება კაპიტალიზაცია ამ ეტაპზე 494 მილიარდი გვაქვს ჩვენ. ეთერიუმთან, ბიტკოინთან კი $2.287 მილიარდი. აქვე უნდა ვისაუბროთ ლონდონის საფონდო ბირჟაზეც, ეს საქართველოს ბანკია, რომელსაც დღეს აქვს კლება 0.22%-ის ფარგლებში. TBC-საც კლება აქვს -0.12%, რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ვალუტას. მისი გასვლით კურსი დოლართან გვაქვს 2.72, ანუ ის არის გაუფასურებული. ევროს კურსი გვაქვს 3.17, ხოლო სტერლინგის კურსია 3.62. და ბოლოს აქვე უნდა ვისაუბროთ ტრადიციულად Foresight-ზე და მის მიერ შემოთავაზებულ Foresight-ის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში, ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი და რაც მთავარია, გრძელვადიანად შექმნათ დოვლათი. სარგებლის მოცულობა წლიურად საშუალო სტანდარტულად როგორც თავად ხედავ შეადგენს ამ ეტაპზე 9%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აჭარბებს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გარიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.